პროტესტის მე-16 დღე ჭიათურაში ჯორჯიან მანგანესში დასაქმებული მაღაროელები საკუთარი მოთხოვნების შესრულების მიზნით კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მთავარი მოთხოვნაა მათ კომპანიამ დავალიანება დაუფაროს და მაღაროების მართვა სახელმწიფომ გადაიბაროს. დღევანდელ აქციაზე პროტესტის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმაც გააჟღერეს. მარიამ ბერძენიშვილი მუშაობს ჭიათურაში და პირდაპირ ეთერში საუბარს ახლა სწორედ ჩემი კოლეგა განაგრძობს. მარიამ, მოგესალმები და საინტერესოა, რას აპირებენ მაღაროელები? როგორც დღევანდელ პროტესტზე მაღაროელებმა განაცხადეს, ისინი აპირებენ უკვე ორშაბათიდან ადგილობრივი ხელისუფლების, უფრო კონკრეტულად კი მერიის შენობის პიკეტირება მოახდინონ. მხოლოდ ეს იქნება მშვიდობიანი გზით და ამ გზით ისინი არ შეუშვებენ, ასე ვთქვათ, შენობაში მერიის თანამშრომლებს. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც როგორც თავად ამბობენ, ჰქონდათ მათ კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან, თუმცა არანაირი უკავშირი მათ სასიკეთოდ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა. არც ერთი მოთხოვნა არ არის მაღაროელების დაკმაყოფილებული, რაც შეეხება უშუალოდ პროტესტს. უკვე მე-16 დღეა, რაც ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციებს მართავენ, როგორც ისინი აცხადებენ, უკვე მე-13 თვეა მათ კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ ჯორჯიან მანგანესის მხრიდან. საუბარი არის მხოლოდ ხელფასის 60%-ზე, გამომდინარე იქედან, რომ რამდენიმე თვის წინ ჯორჯიან მანგანესმა დაანონსა, რომ რამდენიმე თვით დროებით 6 თვით შეაჩერებდა საწარმოო პროცესს, თუმცა რამდენიმე დღის წინ, როგორც მაღაროელები ამბობენ, მათ მიიღეს შეტყობინება SMS-ის სახით, სადაც კომპანია იუწყებოდა, რომ სრულად აჩერებდა სამუშაო პროცესს. გამომდინარე აქედან, როგორც მაღაროელები ამბობენ, ისინი უკვე მე-13 თვეა დავალიანების აღებას კი ბატონო. როგორც თავად აცხადებენ, ისინი ელოდებიან კუთვნილი დავალიანების ჩარიცხვას. გარდა ამისა, როგორც მაღაროელები ამბობენ, საკმაოდ მძიმე ვითარება არის ჭიათურაში, არანაირი ალტერნატიული სამსახურები აქ არ არსებობს და 3500 ადამიანი, ვინც არის მაღაროში დასაქმებული, ამბობენ, რომ ულუქმაპუროდ დარჩნენ ფაქტობრივად. ცოტა ხნის წინ მაღაროელებმა და ჭიათურელებმა, ვინაიდან მათ ადგილობრივი მოსახლეობა სოლიდარობას უცხადეს, ჭიათურაში ფეხით მსვლელობა გამართეს და სულ რამდენიმე წუთის წინ დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილს, ანუ იმ ადგილს, სადაც სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს და სადაც ზოგადად არის ეს ხალხი შეკრებილი. თავარი მოთხოვნა, როგორც გითხარით, არის, რომ მათ ჩაერიცხოთ კუთვნილი ანაზღაურება, ის დავალიანება, რომელიც ინვესტორს აქვს მათ წინაშე, ასევე ინვესტორი გავიდეს მთლიანად ჯორჯიან მანგანესი, ანუ ჩამოშორდეს ამ პროცესს და ხელისუფლება გადაიბაროს სრულად ჭიათურაში საწარმოების მართვა. როგორც უკვე გითხარით, უკვე მე-16 დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ჭიათურაში და დასაქმებულები ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ არ გვაქვს ხელფასი. რასაც გვაძლევდეს 60%. უკვე მე-13 თვე დაიწყო, არც ის ისმის, არც ის ისმის არაფერი. ასევე ვითხოვთ, რომ როწევიდეს ინვესტორი, მევიდეს მთავრობამ, შეიბაროს მთავრობამ და მოვხედოს ჩვენ რა ამ მუშახავს და რო ჭიათურასაც რაღაცა იყოს სარგებელი თვითონ ქალაქისთვინაც, ქალაქის მოსახლეობისთვინაც. ეს ქალაქი ჭიათურა არის სტრატეგიული ქალაქია. უდიდესი მნიშვნელობის. აქ მანგანესის ბოლოება დაიწყო 1879 წლიდან. დღეს ჭიათურაში არის უმძიმესი მდგომარეობა. დღეს არის ჭიათურაში ეკონომიკური კოლაფსი. 24 საათის განმავლობაში შრომობდით მიწის ქვეშ. მე მინდა ეკონომიკის მინისტრ ბატონ ლევან დავითაშვილს როდის თქვით მიმოსთო. ბატონო ლევან, თქვენ შეგიძლიათ ჭიათურა ისე მდგომარეობაში ჩააყენოთ, როგორც იყო პირველ მარტამდე. თქვენ შეგიძლიათ ჭიათურა ამუშაოთ, თქვენ შეგიძლიათ ხალხს ეს შიშის გზნობა მოაცალოთ თვალებიდან და თქვენ შეგიძლიათ უამრავი რამის გაკეთება. 3500 ადამიანი უპასუხისმგებლად ამოკიდებულებით ერთი SMS-ის სახის საშუალებით უმუშევრად დარჩა, ლუკმაპურის შემოსავლის გარეშე დარჩნენ ამ ადამიანებს. მყარი სტაბილური შემოსავალი ჰქონდათ, უამრავ ადამიანებს ბანკში ვალდებულებები აქვთ აღებული, იქიდან გამომდინარე, რომ იცოდნენ, რომ სტაბილური შემოსავალი ჰქონდათ, მაგრამ დღეს ეს ადამიანები ბანკის პროცენტებზე და ბანკის ვალზე არ არის საუბარი, იბრძვიან, რომ
სახლში საღამოთი ლუკმაპური მიიტანონ. მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენ აქ ყოფი ადამიანები თითოეულ ჩვენთაგანი საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები ვართ, თითოეულ ჩვენთაგან წვლილი შეგვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ვალდებულია ჩვენი ხელისუფალი მოვიდეს და ხალხის გვერდით იდგეს და სამართლიანად და სამართლებრივად ერთხელ და საბოლოოდ აქ არსებული ეს უსამართლობა დაასრულოს. ორშაბათს მერიის შენობას დავიკავებთ, შესასვლელებს არ შეუშვებთ, იმიტომ რომ მე-16 დღე აქვთ გივართ და ხალხს უკვე ძალიან უჭირს და აქამდე უკვე ნაბიჯები გადადგმული უნდა ყოფილიყო. ამიტომ დავიკავებთ მერიის შენობას. თუმცა შემდეგ სამოქმედო გეგმებზე თანდათან ეტაპობრივად დავიგეგმებით ზუსტად და თან გავაჩერებთ. აქ უნდა ჩამოვიდეს ხელისუფლების, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც შეუძლია ეს პრობლემა მოაგვაროს, რომელსაც ექნება კონკრეტული პასუხები და ხედვები. მათმა გადაწყვიტონ, ვის გამოუშვებენ. მთავარია ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს და ჩვენი მოთხოვნები უნდა იყოს სრულყოფილად შესრულებული. როგორც ცნობილია, დაახლოებით 1 წლის წინ ჯორჯიან მანგანეზისგან საწარმოების მართვა გადაიბარა ერთ-ერთმა კომპანიამ, საუბარი არის ჯორჯიან კომპანიზე, რომელიც ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი იყო აქ მოპოვებაზე მანგანეზის, თუმცა მოგვიანებით როგორც მათ განაცხადეს და გაავრცელეს განცხადება, კომერციულად წამგებიანი იყო უკვე ჭიათურაში მანგანეზის მოპოვება, ამიტომ აქედან გამომდინარე მათ მიიღეს სწორედ გადაწყვეტილება, რომ მთლიანად შეეჩერებინათ საწარმოო პროცესი, თუმცა იმასაც აცხადებენ კომპანიაში, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რა პერიოდში შეჩერებული იყო საწარმოო პროცესი, ჭიათურაში ისინი უხდიდნენ ხელფასებს დაახლოებით 83 მილიონი ლარის ვალდებულებები გასცეს, თუმცა ახლა არის კომპანია საკმაოდ კრიზისულ მდგომარეობაში, მას აღარ აქვს აღარანაირი ფინანსებზე წვდომა, აქედან გამომდინარე ისინი ვეღარ შეძლებენ, რომ დააკმაყოფილონ დასაქმებული ადამიანები. მოხდა ისე რომ პრაქტიკულად აუხსნელი და გაუგებარი გარემოებების გამო ამას მოჰყვა მოსახლეობის შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მაღაროების დაკეტვა. მეცაც გეტყვით, სულ ფუნქციონირებს დაახლოებით 12-მდე მაღარო და აქედან 7-8 მაღარო იყო დაკეტილი და ეს არის მთელი წარმოების 70%-ზე მეტი. ამან სრულიად გამოიწვია ამ სამთო-მოპოვებითი საქმიანობის პარალიზება, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ამ რამდენიმე თვიანი მაღაროების გადაკეტვის მიუხედავად CMC-ს და მისი შვილობილი საწარმოების მხრიდან ხდებოდა სრულად კომპენსირება მოსახლეობის ხელფასების და ყველა იმ ხარჯების, საოპერაციო ხარჯების, რაც ამ დროს ჭირდება დაუშვათ ამ მაღაროების მდგრადობის შენარჩუნებას. მე შემიძლია ზუსტი ციფრი დაგისახელოთ, ძალიან შოკის მომგვრელი ციფრია გაჩერებული საწარმოსთვის, რომელსაც პრაქტიკულად მოპოვებით საქმიანობა შეჩერებული აქვს. ეს არის 82 მილიონი 600.000 ლარი, რომელიც ამ პერიოდში CMC-ს და მის შვილობილი კომპანიების მხრიდან გაიცა სულტყუილად აბსოლუტურად და ხელფასების სახით, მაშინ, როდესაც საერთოდ არც ერთი დასაქმებული ამ ეტაპზე არ მუშაობდა, არ მიდიოდა მადნის მოპოვებითი საქმიანობა და შესაბამისად კომპანიაში არ შემოდიოდა არანაირი შემოსავალი და მოგებაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტი. ეს არის პირდაპირ და უშუალო ზიანი. ჩვენი მაქსიმუმი. როგორც თქვენ მოისმინეთ, ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ აღარ აქვთ აღარანაირი ფინანსური შესაძლებლობა, რომ დააკმაყოფილონ დასაქმებული ადამიანები, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ სრულად შეაჩერონ საწარმოო პროცესი, ვინაიდან აქ მანგანეზის მოპოვება აღარ არის მომგებიანი, რაც შეეხება საპროტესტო აქციას. უკვე მე-16 დღეა ჭიათურაში დასაქმებული ადამიანები პროტესტს მიმართავენ და როგორც უკვე გითხარით, სამოქმედო გეგმა არის შემდეგი, ისინი ორშაბათიდან აპირებენ, რომ დაიკავონ ადგილობრივი ხელისუფლების, კონკრეტულად მერიის შენობა, არ მისცენ თანამშრომლებს შესაძლებლობა, რომ შევიდნენ სამსახურებში, როგორც სავადაბობენ იქნება, ამით მაინც მიიქციონ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება, რაც შეეხება სხვა სამოქმედო გეგმას, უკვე ეტაპობრივად გააცნობენ ისინი, როგორც დასაქმებულებს, ასევე საზოგადოებას თუ რას აპირებენ სამომავლოდ. მადლობა მარიამ ბერძენიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.